Hi, როგორ ახართ? შეიძლება დიდად არავის არაფერი არ აინტერესებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ რადგანაც მე ასე ვთქვათ, ჩემი მომავალი მესთვის ვაკეთებ რაღაც პატარ-პატარა ჩანახატებს, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს დღეებიც, რაც საბერძნეთში გავატარეთ, კერძოდ სანტორინიში, დამახსოვრებად ღირს. ქუთაისის აეროპორტიდან ვიზიარით გავფრინდით ათენში. ათენში დავრჩით საღამომდე, საღამოს კვირაიანერით გადავფრინდით სანტორინიში. საღამოს 12 საათზე გადავედით თბილისიდან ქუთაისში, ქუთაისში ჩავედით, გავიარეთ ჩექინი, შემდგომ უკვე 6 საათზე გადავფრინდით ათენში, დაახლოებით 2 საათში ათენში ვიყავით, ანუ 8 საათზე. მე იქიდან გამოსვლას პასპორტ კონტროლს და რაღაცებს დრო დასჭირდა და სადღაც ესე 10:30 მაქსიმუმ 10:30-ზე უკვე ვიყავით გარეთ. ვარგი ჩავაბარეთ, იმიტომ რომ იმ ხელა ვარგით სიარულს აზრი არ ქონდა, ქალაქი გვინდოდა რომ დაგვეთვალიერებინა რა. საბერძნეთი არის ჩემი ოცნების ქვეყანა. ამიტომაც ეს მოგზაურობა აღმოჩნდა საკმაოდ კომფორტული, მარტივი და აი ქაოსის გარეშე რა. წავედით მე ქალაქში მეტროთი. რაღაც მოვიარეთ იქ, აი ახლო-მახლო რაც როგორ იყო რა. უჩებში ვიბოდიალეთ, ანუ აი ეს პლაკას მოედანი ძალიან საინტერესო იყო. რაღაცები შევიძინეთ. გვინდოდა აკროპოლისზე ასვლა, მაგრამ ძალიან დიდი რიგი იყო და აი უზომოდ ცხელოდა. და შესაბამისად აკროპოლისზე არ ავსულვართ, მაგრამ აი შემოგარენი მოვიარეთ და ვნახეთ რა. ათენი ერთხელ სანახავად ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ ამხელა ისტორიის მატარებელი არის მთელი ანტიკური ცივილიზაცია დევს, ასე ვთქვათ, ათენის გულში და აუცილებლად სანახავი იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ იდეაში ის დღე, როდესაც ჩავიდოდით ათენში, მთლიანად ათენისთვის მიგვეწყნა და საღამოს წამოსულიყავით. ჩემთვის არის ფეხიციარული ზოგადად ძალიან დიდი დისკომფორტი და კატასტროფა და თან ფეხიციარულს კიდევ ავიტან, ანუ გააჩნია ხო გზას. აი ესეთი აღმართები იყო აბსოლუტურად ყველგან და ვერ გავუძელი რა ფიზიკურად და ძალიან დავიღალე. აეროპორტში რომ წავედით, მე ცოტა ხანი დავიძინე, იმიტომ რომ აი აშკარად გრძნობდი უკვე რომ ძალიან ცუდად ვიყავი რა. I just wanna go out and walk with you. Baby, you know I just like to talk with you. You don't have to tell me anything that's new. I just wanna go out and walk with you. I just wanna see your shadow next to mine. Say
shape you're in from time to time. I just wanna see your shadow next to mine. მეორე დღე იდეაში განკუთვნილი გქონდა ფირასთვის. უნდა წავსულიყავით ფირაში და შემდგომ უნდა წავსულიყავით რესტორანში, იმიტომ რომ რესტორანი გქონდა დაჯავშნილი დაახლოებით 2 თვით ადრე. Maybe that could happen when you're next to me. I just wanna see the same things you can see. Yes. მე შევუკვეთე სალმონი, რომელმაც ძალიან დააგვიანა სამწუხაროდ, მაგრამ უგემრიელესი იყო მართლა. ჩემებმა შევუკვეთეს თინუსი და სტეიკი, რომელიც ასევე როგორც აღინიშნა, იყო უგემრიელესი. ყველაზე საინტერესო რაც იქ მოხდა, ის არის რომ აი ეს ბიჭი, აი ეს ბარმენი იყო ქართველი. ზოგადად ძალიან ბევრი ქართველი შეხვდა საბერძნეთში მართლა, რაც თან მიხარია და თან წინს, იმიტომ რომ ემიგრანტები არიან და თავიანთ ქვეყანას არიან მოშორებულები, მაგრამ თან უცხო ქვეყანაში რო შენიანს ხედავ, რაღაცა ორმაგად გიხარია რა. Baby, you know I just like to talk with you. I just wanna go out on a walk with you. ბედნიერები და ძალიან კმაყოფილები წამოვედით ფირადან, წავედით სასტუმროში და მეორე დღის გეგმებზე დავიწყეთ ფიქრი. ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს აუცილებლად უნდა წავსულიყავით იაში. Hey mama, could you get up soon? I get so cold in the other room. Even when I'm running halfway, get yourself moving and you'll be okay. იაში წასვლამდე გვინდოდა რომ სხვაზე გავსულიყავით. მართლა არ წამოვიდოდი იქიდან, იმადენად ლამაზი იყო იქაურობა, უბრალოდ ნუ აი ძალიან შეზღუდული გქონდა დრო და თან დიდი ხანიც მზეზე ვერ გავჩერდებოდი, ამიტომაც დავირაზმეთ და წამოვედით. როგორ ახარ? ეხა ვარ ზღვაზე. მე რატომღაც უფრო მეტად მომეწონა რაღაც ძალიან თეთრია იქაურობა და ძალიან ლურჯი ამავდროულად რა. ქვემოთ ჩავედით ამუდი ბეიზე, რომელიც ძალიან გრძელი კიბეები იყო, აი ზომოდ გრძელი კიბეები და ჩასვლას კიდე არ აუშავს, ანუ ცოტა სრიალებს და რამოდენიმეჯერ დავსრიალდით, მაგრამ გადავრჩით საბედნიეროდ. ჩავედით მოკლედ ქვემოთ და ავიხედეთ, მერე ვიფიქრეთ, რომ აი აქ როგორ უნდა ავბრუნდეთ უკან.
Get yourself უკვე უნდა ასულიყავით ზემოთ, იმიტომ რომ ღამდებოდა. უცებ ვიღაცა მანქანით, ან ჩვენ რაღაცა დებატებში ვართ, როგორ ავიდეთ, რა ტაქსი გამოვიძახოთ, ვინმეს ვუთხრათ, თუ ფეხით ავიდეთ, თუ რა გავაკეთოთ დებატებში ვართ და უცებ ქართველებო გამარჯობაო ვიღაცამ რა. და ნუ ეხა ხო მივეჩვიეთ უკვე ქართველები რო ბევრნი არიან, მაგრამ აი ეს ადამიანი ძალიან გაგვიხარდა მანქანით იყო რა. ჩასხედით შორს სახართონ ფეხით ვერ ახვალ თუ რაღაცა მე აგიყვანთ და აგვიყვანა ზემოთ. მივედით როგორც იქნა ავტობუსების გაჩერებამდე, ჩაავსხედით ავტობუსებში, წავედით ფირაში, ფირადან გადავჯექით სხვა ავტობუსში, რომელსაც 38 ნომერი ეწერა და წავედით უკვე სახლში. რადგანაც ვერ მოვახერხეთ პირველ დღეს ფირას მთლიანად მონახულება, ამიტომაც გადავწყვეტეთ, რომ მესამე დღეს ავსულიყავით ფირაში. First step for the woman on the moon. Pioneer in silence. Time is dilating with her movement. Aluminum darling, spinning in the darkness. Wondering where the heart is, he calls. New earth, I want it for you. Considering all she has spent, pushing papers full of numbers. ეს ვირები საინტერესო სანახავი კი იყო, მაგრამ ძალიან შემეცოდნენ. აი, წარმოიდგინეთ ახლა დღეში რამდენჯერ გადიან ამ მანძილს, ხო? შესაბამისად, არანაირი სურვილი არ გამჩენია მათ, რომ დამждარიყავი და ისე მომევლო იქაურობა. ძალიან მომართ დაგვღამებოდა, ამიტომაც წავედით ისევ კამარიზე და შევედით ერთ რესტორანში, სადაც იყო ცოცხალი მუსიკა. თანამ რესტორნის სახელი იყო Alexander the Great. ამ კაცს ვეუბნები, რომ მეთქი თქვენს რესტორანს ძალიან მაგარი სახელი ქვია მეთქი და გავრისკავთ თქო რა. კიო. ძალიან მაგარი სახელიო, ძალიან მაგარი კაცის სახელი ქვიაო და მეც ალექსანდრე მქვიაო სხვათა შორისო და ანუ მეთქი მე ზოე მქვია, მე ბერძნული სახელი მქვია და ჭკუაზე არა ვარ რა. ხო, ну შევუკვეთეთ ასერტიკოს ღვინო, შევუკვეთეთ მუსაკას გასინჯვა ძალიან გვინდოდა, იმიტომ რომ რაღაც ტრადიციული და ავთენტური კერძია და გვაინტერესებდა რა იყო. მე არ გადავირიე, მაგრამ სხვებს მოეწონათ, რაც მთავარია. შევუკვეთეთ თევზი. Normally stufis. I put another one for my friend. ბატონმა ალექსანდერმა გვაჩუქა ერთი თევზი დამატებით. ძალიან საყვარელი კაცი იყო, ძალიან მახსოვს და ყველაზე მთავარი ხარ რა მოხდა. სტუმრად იყვნენ არგენტინელები მანდ. მოხდი ცოლ-ხმარე იყო და კაცი ადგადა თუ შეიძლება მეც სიმღერებო რა. ჩემს რაღაც ნაციონალურ სიმღერასო რა, რაღაც არგენტინული რაღაც სიმღერა შეასრულა.
que aquel que la deja un día tan solo piensa en regresar. შემები ეგრევე, ეხლა შენ მომღერალი ხარ და შენც უნდა გვასახელო და შენც უნდა წარადგინო შენი ნაციონალური სიმღერა და შენც უნდა მოასმენინო ხალხს და თან ამ დროს ხმა მაგ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ძალიან დიდი ხანია მით უმეტეს არ მიმღერია და ნუ კაი მოკლედ რაღაცნაირად დავძლიეს ჩემი ასე ვთქვათ უკვე სცენაზე უცხო სცენაზე მით უმეტეს და უცხო ხალხში ყოფნის კომპლექსი და დავდექი და მიმღერე გიტარაზე დავუკარი სულიკო მეტი სხვა არაფერი არ გამახსენდა რა უნდა მიმღერა და მილიონი უკეთესი სიმღერა გვაქვს რა თქმა უნდა მაგრამ მეგეც ასე ვთქვათ ჩვენი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენა იყო მოკლედ რო ვიმღერეთ თან აი ამ არგენტინელებმა ბერძნული ცეკვა შეასრულეს ის ქალბატონი რომელიც სავარაუდოდ ბატონი ალექსანდროს მეუღლე იქნებოდა ასწავლიდა ამ არგენტინელებს როგორ უნდა ეცეკვათ და მეც ერთი სული მქონდა რომ მეთქი ხა მეც ვიცეკვათ თქო მაგრამ მე არ შეუშალე ხელი ახლა მაგათთვისაც ისინიც პირველად ცხოვრობდნენ და ისინიც პირველად ეზიარებოდნენ ამ ასე ვთქვათ გამოცდილებას შესაბამისად მე უბრალოდ ვუყურებდი და ვიღებდი ვიდეოს ხანდახან სევდიანობ ხოლმე რომ არაფერი ღირებული ამ დროის მანძილზე არ გამიკეთებია, მაგრამ მე მახსენდება რომ ყოველ წელს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვარ, ამიტომაც მაინც და მაინც დიდად არ ვდარდობ ხოლმე ასაკის მატებას. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ძალიან ბევრი თავგადასავალი უნდა გადამხდეს კიდევ და ძალიან ბედნიერი და მადლიერი უნდა ვიყო სამყაროსი, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შევძელე. ისევე როგორც ვარ აი აქ, ამ მომენტში და ამ დროს, ჩემს ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ამ ხელა მონოლოგი მოისმინა და გაიზიარა ჩემი ემოციები. უღრმესი მადლობა სათითაოდ ყველა გამოხმაურებისთვის და ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციისთვის. კარგად.